გამარჯობა, მოგესალმებით, ეს არის ბოლო სიტყვა. ვიწყებთ მორიგი ეპიზოდის ჩაწერას. თავისთავად განსხვავებული ეპიზოდი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, როცა ამ ეპიზოდს წერთ, არის 25 თებერვალი. გუშინ 4 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი და ეს თარიღი ბევრს ნიშნავს თითოეული ჩვენგანისთვის და სამყაროსთვისაც ცხადია. ფაქტი ერთია, რომ რუსეთის მიზნები, ყოველ შემთხვევაში პუტინის მიზნები ამ ეტაპზე არანაირად მიღწეული არ არის და სწორედ ამ ფონზე ის ცდილობს, რომ ახალი აბსურდები გამოიგონოს, მაგალითად ისეთი, რომ ახლა თურმე დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აპირებენ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მიწოდებას. ეს იმ დროს, როდესაც ტაურუსები ვერ მიუწოდებიათ და ტომაჰავკები, რაზეც ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. უკრაინის თემის გარდა ცხადია არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ირანის ირგვლივ დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მატულობს, საქართველოს საკითხიც როგორც ჩანს სამყაროში კვლავ არსებობს. კი, ცხადია, ჩვენთვის ყველაფერი ჯერ კიდევ ხო საბჭოთა ოკუპაციიდან იწყება და გრძელდება დღემდე. მე ვფიქრობ საინტერესო ეპიზოდი გვექნება. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ჟურნალისტი, რატი მუჯირია ჩემთან ერთად და გიორგი ცხვითავა თბილისში. თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან მყავს ხაზზე და ბევრ საინტერესო ამბავს მოვგვიყვება, დღეს დარწმუნებული ვარ, მაგრამ როგორც წესი, ია მეურმიშვილს წარვადგენთ ხოლმე ვაშინგტონიდან, თუმცა ერთგვარი პატარა ექსკლუზივი, ასე დავარქვათ, არის ის დღევანდელ ეპიზოდში, რომ ია ამ შემთხვევაში გვერდება კიევიდან. და ვიცი რომ შეზღუდული დრო აქვს, შესაბამისად კაცმა არ იცის როდის შეიძლება მან გამოცხადეს განგაშის სიგნალი, ჩვენ ეს გამოცდილება კარგად მოგვეხსენება, ამიტომ დროს აღარ დავკარგავ წარდგენაში, რატის დაუთმობ გამომწერებთან მიმართებით სიტყვას და დავიწყოთ. გამოგვიწერეთ, თუმცა მანამდე იას მოусმინეთ, რომ დროში არ აუცდეთ და მე თავიდან გეტყვით როგორ უნდა გამოგვიწეროთ. ოკეი, ია, როგორც ვიცი, 2 ან 3 დღეა, ხო, რაც უკრაინაში ხარ და ძალიან მნიშვნელოვან დროს, მაშინ როდესაც ევროპელი ლიდერები მათ შორის პატივს მიაგებენ დაღუპულებს, იმართება არაერთი მემორიალური ღონისძიება და გარდა ამისა პოლიტიკურად ძალიან საინტერესო არის ახლა კიევში არსებული ატმოსფერო. როგორც ჩანს მანდედან დღეს აი ეს ნიშნული, სადაც ვართ, 4 წელი ომის დაწყებიდან. იმ ფონზე რომ მათ შორის ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინა საკმაოდ წარმატებით ახორციელებს კონტრშეტევებს. რა შედეგი დადგა? როგორ ჩანს ეს ყველაფერი კიევიდან? ძალიან საინტერესო ვიზიტია. ამჯერად ეს ჩემი მე-7 ვიზიტია უკვე კიევში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. და როგორც წესი კიევთან ერთად ვცდილობ ხოლმე ასევე ჩავიდე სხვა ქალაქებშიც. ამჯერად ვიყავი ოდესაში, სანამ ჩამოვიდოდი კიევში. კვირის დასაწყისში უბრალოდ კვირა არეული მაქვს უკვე დღეები, აღარ მახსოვს რა დღეა, მაგრამ რამდენიმე დღეა უკვე კი აქ ვარ, კიევში ჩამოვედი გუშინ წინ. და 24-ში დაემთხვა როგორც კონფერენცია, რომელსაც ყოველწლიურად ვესწრები ხოლმე, ეგრეთ წოდებული IES კონფერენცია, ასევე ევროპელი ლიდერების ვიზიტი, როგორც აღნიშნე შენ უკვე ბექა. დაახლოებით 15 ლიდერი იყო ჩამოსული, რა თქმა უნდა, სოლიდარობის საჩვენებლად, რა თქმა უნდა, იმის საჩვენებლად, რომ ევროპა აგრძელებს და უფრო მეტად ააქტიურებს დახმარებას უკრაინის მიმართ. და ესეთ სიმბოლურ გამოსვლებთან ერთად საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდათ მათ. რამდენიმე ესეთი სიახლე გამოვიდა, რაც შეიძლება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ვნახოთ, რომ ხორციელდება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ ევროკავშირმა სავარაუდოდ უკვე გამონახა გზები იმისთვის, რომ 90 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის არის გამოყოფილი, უნგრეთისთვის გვერდის ავლით დაამტკიცოს და ეხლა უკრაინას გადასცეს. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიახლე, რაც გავიგე და სწორედ აი ამ ვიზიტის განმავლობაში გახდა ეს ცნობილი ლიდერების. ამასთან ერთად ამ კონფერენციაზე თვითონ პირდაპირ ჩართვით ჩაერთო თეთრი სახლიდან სხვათა შორის სტივ უიტკოფი, რომელიც მოგეხსენებათ არის პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი გლობალური ომების მოგვარების საკითხში და მან თქვა, რომ ჩაერთო უკრაინულ კონფერენციას, რაც თავისთავად უკვე რაღაცა სიგნალი იყო. მან ასევე თქვა, რომ
მიუხედავად იმისა, რომ მედიაში არ ვრცელდება ინფორმაცია და საჯაროდ არ საუბრობენ მხარეები ამაზე, ბოლო რამდენიმე შეხვედრა იყო კონსტრუქციული, მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული და რუსული მხარეები ქვედა დონეებზე ერთმანეთთან საუბრობენ, თუმცა არ უთქვამს დეტალები, რაზე საუბრობენ, რა ჯგუფები არიან ესენი, სავარაუდოდ ეს არის ჯგუფები, რომლებიც უფრო მეტად სამხედრო მიმართულებით საუბრობენ იმაზე, თუ აი ამ ტრამპის მიერ ტრამპის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც შესაძლოა, ბევრს არ აქვს იმედი, რომ ამ შეთანხმებას ოდესმე ვიხილავთ, მაგრამ მის ფარგლებში როგორ შეიძლება ძალიან გრძელი ფრონტის ხაზის მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ იქნა მეწეული ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს არის ვარაუდი, საჯაროდ ოფიციალური ინფორმაცია ამაზე არ არის, თუმცა ექსპერტები საუბრობენ ამაზე. განსაკუთრებით კიევში ახლა რამდენიმე ადამიანს რო ვესაუბრებ. ამასთან ერთად ვიტკოფმა თქვა, რომ მზადდება სამხრივი შეხვედრისთვის ესეთი მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება და საკმაოდ იმედიანად იყო საბოლოო ჯამში გაწყობილი. რუსეთს მას არაფერი უთქვამს ფათაშორის. მან თქვა, რომ რუსეთი დათმობებზე მიდის, თუმცა კონკრეტულად რა დათმობებზე ეს არ უთქვამს. საკმაოდ შეზღუდული დრო ჰქონდა და ამის გამო ბევრი კითხვა ვერ დაუშვა მოდერატორმა მას, მაგრამ რა ვიცი, იმედიანად ესაუბრა საბოლოო ჯამში უკრაინელებს. სადმეა ეს არ ვიცი, განწყობა საკმაოდ მძიმე და რთულია იმ მხრივ, რომ უკრაინამ წელს გადაიტანა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზამთარი, არა მხოლოდ ტემპერატურის თვალსაზრისით, არამედ რა თქმა უნდა რუსეთის დაბომბების გამო, ფაქტიურად აი დღესაც კიევში ძალიან ბევრი ადგილი ბევრ შენობას შუქი არ აქვს. ელექტროენერგია ხალხს მიეწოდება გრაფიკით, ზოგ შემთხვევაში ეს გრაფიკი არ არის გარანტირებული და ეს რა თქმა უნდა ფონს ძალიან ამძიმებს საბოლოო ჯამში. 17 წლის განმავლობაში ასეთი ზამთარი არ გქონიაო, ასე ამბობენ უკრაინელები, რამაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო დაამძიმა ის, რომ ასეთ ზამთარს, ასეთი ზამთრის დროს რუსეთი ყველაზე დიდი სამიზნე ამ ზამთრის კამპანიის დროს რუსეთისთვის იყო ელექტროენერგიის მიწოდება, წარმოება და გადაცემის ქსელი. ბოდიში. თუმცა სადაცაა გაზაფხული მოვა, ერთი ამას ვიტყვი, რომ ხალხი იმასაც ამბობს, რომ ეს ნუ რაღაც 2 კვირაღა დაგვრჩა გადასაგორებელი, რის მერეც ყინვები ალბათ აღარ იქნება. და ამით უკვე გაზაფხული იწყება, რაც კიდე დამატების ახალ ენერგიას მისცემს ალბათ ხალხს. გაზაფხული მალე მოვა. მანამდე რამინდა კითხო, სამხრივი შეხვედრა ახსენე, რომელიც თავის მხრივ ვიტკოფმა ახსენა. აქ იგულისხმება უმაღლეს დონეზე შეხვედრა, ეს სამხრივი ტრამპი, ზელენსკი, პუტინი, თუ ზოგადად დელეგაციების დონეზე იყო, თუ აი რა იგულისხმებოდა ეგრო თუ სავარაუდოდ მაღალი დონის შეხვედრა, არ არის ესე დასახელებული კონკრეტულად ვინ იქნება ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი, მაგრამ სამხრივი შეხვედრები ახლა უკვე ვიცით, რომ აქამდეც იმართებოდა, ვთქვათ, იქ აბუ-დაბიში დაემართა შეხვედრა. ახლა სავარაუდოდ ჯენევაში ხუთშაბათს ირანის პარალელურად იგეგმება. კი, ესეთი სამხრივი შეხვედრები არაერთი ვნახეთ უკვე და თუ ხაზგასმით არის იმას საუბარი, რომ ესეთი სამხრივი შეხვედრა შეიძლება შედგეს, სავარაუდოდ აქ საუბარია მაღალ დონეზე თუ არა ყველაზე მაღალ დონეზე. ერთსაც კითხავ და მე ბიჭები თუ კითხავ და შენ მოსახლეობა ახსენე, თუ გქონდა საშუალება უბრალოდ მოქალაქეებთან შეხვედრის განწყობების აღწერა თუ შეგიძლია, იმიტომ რომ ჩვენ პერიოდულად სულ ხედავთ კვლევებს უკრაინიდან მათ შორის, სადაც ჯერ კიდევ უმრავლესობაში რჩებიან უკრაინელები, რომლებიც ადარიან ბოლომდე გაუძლონობს. თუ გქონდა შენ საშუალება და რამდენად ფართო მასებში შეხვდეს რამდენად უშუალოდ ადამიანებთან და მათი განწყობები რო გადმოგცე, ყოველთვის საინტერესო ერთია ექსპერტები, პოლიტიკოსები, თუმცა ყველაზე მტკივნეულად მაინც მოქალაქეები განიცდიან ამ თუნდაც მძიმე ზამთარს და თუ გქონდა ამის საშუალება და რა განწყობები არის? ნუ რა თქმა უნდა შეზღუდული რაოდენობით მქონდა ხალხთან ურთიერთობა. უკრაინელებთან და განსაკუთრებით ისეთებთან, ვისაც არ ვიცნობ. ვისაც ვიცნობ, ყველა ფიქრობს იმას, რომ ერთი რაც ძალიან არის გამოკვეთილი არის ის, რომ იმედი არ აქვთ მათ იმის, რომ
სამშვიდობო მოლაპარაკებები რამე შედეგამდე მიიყვანს ომს და არის კიდევაც იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა ეს ომი 2026 წელსაც გაგრძელდეს. ვიღაცები ამბობენ, რომ რაღაც აპოლოსთვის შესაძლოა უკვე გქონდეს რაღაცა ფორმის შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტა მაინც გქონდეს, მაგრამ არა სამშვიდობო ესე გაფორმებული შეთანხმება. ზოგადად ხალხი ჩემი აზრით მე ვისაც ველაპარაკ ყოველ შემთხვევაში იმხელა ბრაზი რუსეთის მიმართ განსაკუთრებით ამ ზამთრის მერე როდესაც მასობრივად დაისაჯა სამოქალაქო ესეთი მშვიდობიანი მოსახლეობა ხალხს არ უნდა რომ უბრალოდ რუსეთს მისცენ რაღაცა და აი დღეს მაგალითად ერთი შეხვედრა მქონდა რომელზეც ჯერ ისევ საუბრობენ 1991 წლის საზღვრებზე, რომ უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა იქნება ის, რომ უკრაინა დაუბრუნდეს ამ საზღვრებს. თუმცა, ასევე რა თქმა უნდა, ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ ეს არ არის მარტივი, თუ არა საერთოდ მიუღწევადი შედეგი, თუ მიუღწევადი მიზანი, რაც შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ხალხი ამაზე ჯერ ისევ ლაპარაკობს. დაღლაზე, როცა ეკითხები ვთქვათ, რამდენად გამჯდარია ეს ომით დაღლა მოსახლეობაში, კი ხალხი ამბობს, რომ დაიღალნენ, მაგრამ ისე არ არიან დაღლილები, რომ უბრალოდ რუსეთს ჩააბარონ საკუთარი ქვეყანა. და ეს გრძელვადიანი მშვიდობა და ამერიკის ესეთი გარანტიები, უსაფრთხოების გარანტიები თითქმის ყველას, რა ვიცი, ყველა მაღაზიას საუბრობს, რომ ამერიკის დიდი იმედი აქვს, რომ რაღაცა ფორმით უსაფრთხოების გარანტიები მიეცემა უკრაინას. ამას ერთსაც დავამატებ და სამწუხაროდ უნდა გავიდე ამის შემდეგ. ძალიან საინტერესოა ერთი ახალი ნარატივი, რომელიც ამ ვიზიტზე გავიგე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ესეთი თუ დასავლელი ლიდერები, მათ შორის ბორის ჯონსონი, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი აქტიური მხარდამჭერია უკრაინის მოგეხსენებათ, ის პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი შეიჭრა და ის ცდილობს, რომ ესეთი ააგოროს, ასე ვთქვათ, ევროპელ ლიდერებში იდეა, რომ გაიხსნას ლვივის აეროპორტი. და ის ამბობს ამას საერთოდ ძალიან ისე მტკიცედ, რომ რატომ უნდა დაველოდოთ ცეცხლის შეწყვეტას და რატომ არ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი ახლა. მით უმეტეს მაშინ, როცა ნატოს აქვს იმის საშუალება, რომ თქვათ, ყოველ შემთხვევაში ცისის ნაწილი, სადაც შესაძლოა რაღაცა საფრთხე შეექმნას სამოქალაქო ავიაციას, ეს ნაწილი მაინც დაიცვას. რამდენად ბევრი ამბობს, რომ ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი მიუღწევადი მიზანია, თუმცა ჯონსონი ამბობს იმას, რომ სანამ რუსეთი არ დაინახავს იმას, რომ ევროპელები ნამდვილად მხარს უჭერენ უკრაინას და არა მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინა გადარჩეს, არამედ იმისთვისაც, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვოს, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს გამარჯვება, მანამდე ეს ომი არ დამთავრდება და ამიტომ იძახს აქამდე რასაც ვაკეთებთ ამ 4 წლის განმავლობაში ხედავთ რომ ომი გრძელდება, ადამიანები ისევ იღუპებიან და რუსეთი ისევ აგრძელებს ამ ომს. თუ არ შეცვალა ევროპამ საკუთარი დამოკიდებულება ამ ომის მიმართ, ომი სავარაუდოდ კიდევ გაგრძელდება. ეს არის მისი არგუმენტი ყოველ შემთხვევაში. და ჯონსონთან ინტერვიუ ჩავწერე ამ თემაზე, დარწმუნებული ვარ თქვენც დაინტერესდებით და მაყურებელსაც თუ აქვს ინტერესი, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ხო Independence Haven მედიაზე ნახონ ეს ინტერვიუ რამდენიმე სხვადასხვა ენაზე. ძალიან საინტერესოა, შესაძლოა ჩვენც გავშალოთ რაღაცა ფრაგმენტები აუცილებლად. სუპერ სიახლეა პრინციპში, ნამდვილად. ბევრ რამეს ნიშნავს ის, რომ ლვოვის აეროპორტი გაიხსნას და იქ უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავის თავზე აიღოს ნატოს ძალებმა ამ შემთხვევაში. ეს სერიოზული გარდამტეხი ამბავი იქნება. ცხადია, ამას რუსეთისგან მოყვება წინააღმდეგობა. ია, უდიდესი მადლობა, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო და კიევიდან ჩაგვერთე. ეს იყო ია მეურმიშვილი, ჟურნალისტი, ჩვენი პროექტის ერთ-ერთი წევრი და გავაგრძელოთ პრინციპში ამ ინფორმაციის გაშლაც შეგვიძლია. ნახვამდის ია, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დროებით მადლობა.
მადლობა კარგი. შეხვედრამდე. უსაფრთხო მგზავრობა და ვოიაჟია. მადლობა დროებით. ეხლა კი ყოველგვარი აჩქარების გარეშე როგორც დაგვერდით, უმორჩილესად გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო, გაზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, იაქტიუროთ ჩვენთან კომენტარებში, თქვენ ვინც კავკასიის ეთერში გვიყურებთ, ძალიან გთხოვთ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა კავკასიას, მაგრამ შეგიძლიათ QR კოდით გადმოხვიდეთ YouTube-ზე და გამოგვიწეროთ. ჩვენ ვიზრდებით, გზრდა პერმანენტულია, თანმიმდევრული არის, თუმცა რაც უფრო ბევრი ადამიანი გამოიწერს, მით უფრო მალე გავიზრდებით, შესაბამისად ძალიან გთხოვთ. თუ კი მუდმივად გვიყურებთ და ჩვენ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყავს მაყურებელი, მათ შორის დაახლოებით 70%-ზე მეტი, რომელიც არხის გამომწერი არ არის. ძალიან გთხოვთ, გვიყურებთ, ინტერესდებით, ბარემ გამოგვიწერეთ. არაფერს არ დაკარგავთ, ჩვენ გავიზრდებით. მადლობა. გაგრძელე. ერთადერთ რამეს დავამატებ, რომ ალბათ ყველა თვალს ადევნებთ რა ხდება საქართველოში მედია სივრცეში. ჩვენი რეალობა ასეთია, რომ გამოშიგნულია მედია რეალურად პროფესიონალი კადრებისგან, რომლებიც ან იძულებული გახდნენ, რომ დაეტოვებინათ თავისი არხები. ან ისეთი პირობებია შექმნილი, რომ მედიები ფიზიკურად ვერ ფუნქციონირებენ და რჩება მხოლოდ პროპაგანდისტული მედია, რომელსაც გარედან რაღაც გარკვეულ დარტყმებს აყენებენ და ეს მათზე ეფექტს იქონიებს, მაგრამ ნახოთ რამდენად იქონიებს. ამას მერე ალბათ მოგვიანებით შევეხებით, უბრალოდ ამ ნაწილში იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რეალურად ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზის მოსმენა და ჩვენ ამისთვის მუშაობთ თქვენთვის და მოგიწოდებთ, რომ გარდა იმისა, რომ თქვენ უყურებთ, ურჩიეთ სხვებსაც. ეს ძალიან კარგი გზა არის ინფორმაციის გაზიარების. ურჩიეთ სხვებსაც, რომ არსებობს ასეთი პროექტი, სადაც არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, პერიოდულად ისრაელიდანაც გვაქვს ხოლმე ჩართვები, სხვადასხვა პერსპექტივიდან აანალიზებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ყოველკვირეულად და თუ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ აუდიტორია გაიზრდება, შემდეგ უკვე გამოჩნდება სპონსორებიც თქვენი სახით, შემდეგ შესაძლოა ჩვენ უფრო ინტენსიურადაც შევძლოთ მუშაობა და ბევრი საინტერესო რამის შემოთავაზება თქვენთვის. ეს ნაწილი დავასრულე და არ შემიძლია არ გამოვახმაურო ინფორმაციას, რომელიც მოგვაწოდა იამ. ჩემთვის ერთი რამ იყო პირველ რიგში ძალიან საგულისხმო, რომ პუტინის ამოცანა ამ შემთხვევაშიც ვერ შესრულდა, გულისხმობ იმას, რომ მათი მიზანი იყო ამ ავიადარტყმების თუ ბალისტიკური რაკეტებით და შაჰიდებით მუდმივი დაბომბვის ენერგოსექტორზე მიზანმიმართული ერიშების, რომ ხალხში გამოეწვიათ იმედგაცრუება, დანებება და შემდეგ უკვე ეს გამხდარიყო, გადაქცეულიყო პოლიტიკურ წნეხად იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე მოეხდინა გავლენა და მათ ეთქვათ, რომ ჩვენ ვნებდებით და ვიღებთ თქვენ პირობას და გიტოვებთ ბრძოლის გარეშე დონეცკის ოლქს, ხო? და ჩემთვის ძალიან საგულისხმო იყო ის, რაც თქვა იამ, ხალხი ამაზე პირიქით რეაგირებს. პუტინის მიდგომა ამ შემთხვევაშიც არ მუშაობს და ისინი გაზაფხულწელოდებიან, იმედის მომცემი არის მათთვის გაზაფხულის მოსვლა და ამბობენ ცალსახად იმას, რომ და ასხივებენ იმას, რომ მათში მხოლოდ ბრაზი და წინააღმდეგობა იბადება ამით, ამ დასჯით, რაც იასიტყვები, რომ გავიხსენოთ, რასაც პუტინი მათ უკეთებს და არა დანებება და რაღაც ყურების ჩამოყრა და ნიჰილიზმი და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია, ეს არის მთავარი საფუძველი შემდგომ უკვე ბრძოლის უნარიანობის და წინააღმდეგობის, რაც ფაქტია, რომ ამ ხალხმა აჩვენა 4 წლის განმავლობაში და 4 წლის თავზე პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ, თუ გნებავთ, რა პოლიტიკური მიზნები არის მიღწეული რუსეთის მხრიდან და რა არ არის და რა სამხედრო თვალსაზრისით რა შედეგები დადო რუსეთმა ამ 4 წლიანი კამპანიის განმავლობაში და რა ვერ დადო. დავიწყოთ პოლიტიკურიდან. დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, ნატოს არ გაფართოება. მოკლედ შეგვიძლია ამაზე პასუხები ჩამოყაროთ, ესე? ნოლის შედეგი. არა, თითოეულ გრაფაში. შვედეთი და ფინეთი გახდნენ ნატოს წევრები, ეს არის ნატოს გაფართოება, ანუ პასუხი იმაზე, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო არ უნდა გაფართოებულიყო, თურმე მოსკოვს ესე სურდა, მაგრამ მიიღო მეტი ნატო მის საზღვრებთან რეალურად რამდენიმე ათასიანი კილომეტრი. 1800 კილომეტრი ფინეთის. ეს ერთი. მეორე ხა უცებ მე სამხედრო თვალსაზრისით, იმიტომ რომ დღეს რახან 25 თებერვალია და 24-ში ეს ფართომასშტაბიანი
ოპერაცია და ომი წამოიწყო პუტინმა, ყველაზე მთავარი იყო ჰოსტომელის აეროდრომის დაკავება, რაც დაიკავეს კიდევაც რუსებმა, საჰაერო დესანტი, იქ რაღაცა ზვიზდა და სხვა პროგრამული მედიები აჩვენებდნენ, როგორი სიმამაცით მიიღბოდნენ წინ ხიშტებიანი რუსი სამხედროები, CNN-ი გადმოცემდა ამას ყველაფერს პირდაპირ ეთერში და იყო ერთგვარი მოლოდინი შექმნილი იმის თაობაზე, რომ 72 საათში შეიცვლებოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა კიევში, რუსეთის ტრიკოლორი აღიმართებოდა იქ და შესაბამისად რაღაცა ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად. აღმოჩნდა ის, რომ ჰოსტომელის აეროდრომი გაათავისუფლეს უკრაინელებმა, სხვათა შორის ჰოსტომელის აეროდრომის გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მებრძოლებმაც, მათი წვლილი ამ საქმეში არის საკმაოდ დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ და აღმოჩნდა ის, რომ 72 საათი კი არა, არც 100 საათი, არც 72 დღე, არც 72 კვირა და ასე შემდეგ, მეხუთე წელი დაიწყო რეალურად ამ ომის და უკრაინელების თავგანწირული დაცვისა, საკუთარი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის. აი ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი აქ. დანარჩენი თქვენ გაშალით მეგობრებო. ხო, დემილიტარიზაციას რაც შეეხება, ამაზე შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ იმის საპირისპიროდ, რასაც მიზნად ისახავდნენ, მიიღეს რეალურად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალა უკრაინის სახით და ამას აღიარებენ ნატოელი პარტნიორებიც. მე უნდა შევახსენო მაყურებელს, არ ვიცი ჩვენ წინა ეპიზოდში გქონდა თუ არა ამის განხილვა, ჩემ არხზე Redline-ზე მქონდა ერთ-ერთი ვიდეო ნაჩვენები, სადაც იყო ნატოს წვრთნები უკრაინის წინააღმდეგ, ანუ ბრჭყალებში წინააღმდეგ. სიმულაცია იყო ესეთი, რომ 16000 სამხედრო მონაწილეობდა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან და მოპირისპირე, ანუ მოწინააღმდეგე ბრჭყალებში ამ სიმულაციაში იყო უკრაინის გარკვეული დანაყოფები, მათ შორის ელიტური დანაყოფები დრონების ოპერატორების და იყო ნაჩვენები ეს 2024 წლის წვრთნა იყო, თუმცა ეხლა გამოვიდა ეს მასალა და იყო ნაჩვენები, რომ სრული კოლაფსი განიცადა ნატოს ძალებმა აი ამ კონკრეტულ მომენტში, მათ შორის სამეთაურო პუნქტების თავზე დაფრინავდა უკრაინული დრონები და უნადგურებდნენ ბრჭყალებში, რო ყოფილიყო რეალური სიტუაცია, აღიარეს და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა თავად ნატოს მხრიდან, ეს პატარა გადახვევა უბრალოდ იმის დემონსტრირებისთვის, რომ რა დემილიტარიზაციას მიაღწიეს. ხო, რა დემილიტარიზაციას მიაღწიეს, სასწაული კადრები იყო და უდიდესი გამოხმაურება მოყვა ამას თავად და ამის შემდეგ დაიწყო სწორედ პირიქით გამოცდილების გაზიარება, უამრავი პროგრამა წამოიწყეს, რომ თანამედროვე ომი, მოდი ვთქვათ, ეს ხო რეალობაა, 21 საუკუნის რაღაცა ახალ პროცესს ვადევნებთ თვალს, ჩვენ როგორ ამ 4 წლის განმავლობაში უდიდესი ტრანსფორმაცია მოხდა საბრძოლო მოქმედებების, დრონებმა აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა და თანდათან აი ახლა ჩვენ თვალწინ ხდება ის, რომ არა მხოლოდ საჰაერო კონტროლის თვალსაზრისით მიწაზე მოქმედი უპილოტო აპარატები ასრულებენ ძალიან დიდ საქმეს. დღეს მაგალითად ასეთი კადრები ვნახე, როგორ გაყავთ დატყვევებული რუსი სამხედრო ბრძოლის ველიდან ამ უპილოტო აპარატების სახმელეთო რობოტების მეშვეობით, იმიტომ რომ გაყვანის დროს რისკია სამხედროებისთვის, შეიძლება ეს შეფერხება იყოს, ჩასვამენ ამ გაკოჭილ ტყვეებს და აგზავნიან რობოტების მეშვეობით. ანუ აი ამ დონეზე ავიდა უკრაინაში წარმოება სამხედრო კომპონენტში, ამას უნდა დაუმატოთ დრონებს აუცილებლად ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები, რომელიც მათ განავითარეს, ჩვენ ნახეთ სულ რამდენიმე საათის წინ, 72 საათის არ არის, 2 დღის წინ, ეს საიუბილეო თარიღზე ფლამენგოთი მეტანილი იერიშები რუსეთის ტერიტორიაზე, სტრატეგიულ ობიექტებზე, არის ნეპტუნების სხვადასხვა მოდიფიკაციები და ასე შემდეგ, ანუ სარაკეტო არსენალი მნიშვნელოვნად განავითარეს, დრონების არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე წყალქვეშა, რომლითაც სასწაული ოპერაცია ჩაატარეს მათ და წყალქვეშა ნავი ჩაუძირეს, ვიცით ხო? ჩაუძირეს რა, ანუ დაუზიანეს. და ეს ყველაფერი რეალობა არის. ეს ისაც რეალობაა, რომ შავი ზღვის ფლოტი ბლოკირებული არის, რუსეთი ბატონობა არ არსებობს შავ ზღვაზე, სწორედ უკრაინული დრონების და მთელი საფლაგმანო ხომალდები ჩაუძირეს, ხო? მათ შორის ჩვენი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი მოსკვა.
ასევე არ უნდა გავიწყდეს ობობის ქსელი, ავიაციაზე მიტანილი უდიდესი დარტყმები, არაერთი წარმატებული ოპერაცია, რომლის ცალკე გამოყოფაც შეიძლება და რაც ყველაზე მთავარია, ბოლოს შეჯამების თვალსაზრისით მივალ ტერიტორიულ საკითხზე. დონეცკი, რომლის უბრძოლველად ჩაბარებას ითხოვს პუტინი, ძალიან შორ პერსპექტივაში არსებული ზღაპარია რეალურად და ამას ცალსახად ძალიან მხარ გამართულად ამბობენ უკრაინელები, რომ გამორიცხულია იქიდან გასვლა, იმიტომ რომ ის არის მათთვის ყველაზე კარგად გამაგრებული ერთ-ერთი თავდაცვითი ხაზი, რამდენიმე ხაზი არის თავდაცვითი აი ამ ტერიტორიაზე და ძალიან მაგრად გამაგრებულია ეს მთელი აგლომერაცია, რაც არის საუბარი. არავითარ შემთხვევაში ამას არ იზავენ. პოკროვსკი 2 წელი მოანდომეს, რომ აეღოთ ბრატის საყვარელი ეპიზოდი არის ეს რუსთავის ნახევარი ქალაქი, რომელიც საბოლოოდ დაიკავეს რუსებმა, მაგრამ კაცმა არ იცის სამამდენი რა მოხდება და რამდენი ხნით. რამდენჯერმე კომენტარებში შემოხვდა, რომ ნეტა თქვენ საიდან იცითო, რომ რუსებსო რა გეგმა აქვთ ბრძოლებთან მიმართებითო და ჩვენ კი არ ვიცით ხალხო. გერასიმოვმა უპატაკა, მათ შორის პუტინს, რამდენიმე თვის წინ, სექტემბერში ან ოქტომბერში, არ მინდა ზუსტი დრო შემეშალოს, მაგრამ დიდი განსხვავება არ არის, ზაპოროჟიეს მიმართულებით ახალი სტრატეგიული ამოცანა გვაქვსო, ეს ის მომენტია, როდესაც პატაკს აბარებდნენ, რომ კუპიანსკი ჩვენია და ასე შემდეგ, მერე რომ ზელენსკი ჩავიდა კუპიანსკში და ის ლეგენდარული ვიდეო ჩაწერა, სადაც ფონზე დგას და ამბობს, რომ მაგარი სილა გააწნა მაგ დროს და ის გენერალი მერე უგზო-უკლო დაიკარგა, მე მგონი, რომელმაც პირველად ახსენა კუპიანსკი ჩვენიაო. ზაპოროჟიეს მიმართულებაზე მოკლედ ახალი სტრატეგიული ამოცანა გვაქვსო და დაასახელეს კონკრეტული დასახლებული პუნქტებიც, მაგრამ ეს მათ შორის ზაპოროჟიეთთან ქალაქ ზაპოროჟიე. ხო, ზაპოროჟიემდე, ანუ იქ სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან მიდოდათ პრიმორსკი, კი. და პრიმორსკი ახლა ვის კონტროლის ქვეშ არის გამახსენეთ? უკრაინის შეიარაღებული ძალების, იმიტომ რომ იქ წამოიწყეს კონტრშეტევა. 300 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს 10 დღის განმავლობაში და რასაც რუსეთმა მოანდომა 2 თვეზე მეტი რომ დაეკავებინათ და ეს ყველაფერზე მეტყველებს. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ არ მინდა გაიგოთ ისე, რომ რუსეთი სუსტია და ხვალ ომს წააგებს, ამას არ ვამბობ, არც ერთ ჯერზე ჩვენ არ გვითქვამს ეს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, უკრაინა არის ძალიან უთანასწორო ბრძოლაში. ამაში მეთანხმებით ყველა და ჩვენ არ ვართ ის კატეგორია, რომ რაღაც სასურველის რეალურად წარმოჩენას შევეცადოთ. მას უწევს ძალიან დიდ ომის მანქანასთან დაპირისპირება, მაგრამ ამ დაპირისპირებას უძლებს უკვე 4 წელზე მეტია და ახერხებს იმას, რომ არ კარგავს ტერიტორიებს სტრატეგიულ ნაწილში, ასე ვთქვათ, ეს არის ტაქტიკური თვალსაზრისით მიღწევები რუსეთის, კი მათ აქვთ წინსვლა, მაგრამ ყოველ 1 კვადრატულ კილომეტრზე გამოთვალეს, რომ 200 სამხედროს დანაკარგი უჯდებათ ეს ყველაფერი. უკრაინის ამოცანებში დასახელებული არის, მათ შორის აი ახლა კიდევ განახლდა ეს პრიორიტეტების ჩამონათვალი. ჩვენ ვიცით, რომ ახალ თავდაცვის მინისტრს გაცხადებული აქვს, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგი იგულისხმება როგორც დაღუპულები, ასევე მძიმე დაჭრილები, უნდა გაიზარდოს თვეში 50,000-მდე. ახალ მიზნებს შორის სახელდება ცის დაცვა 95%-იანი ეფექტურობით. ეს არის გაცხადებული, კი. ძალიან სერიოზული განაცხადი არის და ასევე ახალ პრიორიტეტებში კვლავ 3 მთავარი პუნქტი იყო: ცის დაცვა, დრონების და ტექნოლოგიების განვითარება და დარტყმები რუსეთის სიღრმეში სტრატეგიულ ობიექტებზე არის კვლავ მთავარი პრიორიტეტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, უშუალოდ თავდაცვის მინისტრის მიხეილო ფედოროვის განცხადებით. ესეთი პატარა მოკლე მიმოხილვა მქონდა დემილიტარიზაციის და სამხედრო მიღწევების ნაწილში. ის რაც უნდა ითქვას ამ 4 წლის შეჯამებაზე არის რომ ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს და არ უნდა დაგვაბნიოს რუკა. თუ კი ავიღებთ რუკას რა ხდებოდა 2022 წლის
თებერვლამდე რა ტერიტორიული მოცემულობა ქონდა უკრაინას და თუ კი შევადარებთ ახლანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ძალიან თვალსაჩინოა და ძალიან ცხადად დასანახი არის რა ტერიტორიულ წარმატებას მიაღწია რუსეთმა. საკმაოდ დიდი ფართობი არის დროებით ოკუპირებული. თუმცა, აი ამ ორ უკას რო შევადარებთ ერთმანეთს 2022-2026 და აი ძალიან თვალსაჩინო იქნება, იქვე სადღაც შუაში ამოვანათოთ 2022 წლის გაზაფხულის რუკას, სადაც კიდევ უფრო დიდი ნაწილი აქვს რუსეთს ოკუპირებული და როგორც კი უკრაინას მიეცა შესაძლებლობა, შესაბამისი შეიარაღება, შესაბამისი ნებართვები, უკრაინამ შეძლო სულყე ნაწილის დეოკუპაცია. ეს არის კიევის ოლქი, ჩერნიხოვის ოლქი, სუმის ოლქი, ხარკივის ნაწილი, ხერსონის ნაწილი, ზაპოროჟიეს ნაწილი. ხერსონის ნაწილში უნდა ითქვას, რომ თავად ადმინისტრაციული დედაქალაქი ხერსონის დეოკუპაციაც შეძლეს რუსეთმა, უკრაინელებმა. ასევე ხაზგასასმელია ერთი ფაქტი. აი ამ ოპერაციის შემდეგ ისეთი დიდი ქალაქი და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი, როგორც არის ხერსონი, რუსეთს აღარ აუღია და პირიქით რუსთავის ნახევარი ქალაქების აღებას აკლავენ საჯიში რუსებს. რა თქმა უნდა, იქვე უკრაინელებიც იღუპებიან, თუმცა უკრაინელებს კიდევ ერთხელ და ხაზგასმით სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ. არჩევანი არის ორი: ან დანებება, ან ბრძოლა. უკრაინამ ბრძოლა გადაწყვიტა. შესაბამისად, როდესაც ამ 4 წელს ვაჯამებთ, ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. როდესაც საუბარი არის, რომ აი როდესაც რუსეთის დანაკარგებზე საუბრობთ, რატო უკრაინელებზე არ საუბრობთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჯერ საუბრობთ და მეორე, უკრაინელებს უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ. მათ გადაწყვეტეს თავისი ქვეყნის ღირსების მომავლის დაცვა და ისინი ამას რაც ბევრისთვის სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არის გაუგებარი ამბავი და მათთვის შესაძლოა სულელურად ჟღერდეს, რომ ანუ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის, რომ ნახეთ რა უქნეს უკრაინის ქალაქებს, ნახეთ რა დღეშია. რა არჩევანი ქონდა? ხო, ანუ თითქოს ზელენსკი მივიდა ბულდოზერით მიადგა და დაანგრია. სასწაული მსჯელობები მიდის ხოლმე და მაოცებს ეს ამბავი, მაოცებს ჩემ სამშობლოში, სადაც, რა ვიცი, ბრძოლის მაგალითებზე გავიზარდეთ, ხო? ერთადერთი რის დამატებაც ხდება, ხო? თუ არა, უბრალოდ ეს რეპლიკა იყო კი. რის თქმას მინდოდა არის ის, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ თითქოს გაჩნდა გარკვეული ბზარი აი ამ საერთაშორისო დახმარების აკუმულირების კონტექსტში და აი რა პოლიტიკურ მიღწევა ქონდა რუსეთს მთელი ამ ომის განმავლობაში იყო ანკორიჯის შეხვედრა, სადაც მან პუტინმა ტრამპის დახმარებით დიპლომატიური იზოლაცია გაარღვია და გაიხსენეთ, მანამდე პუტინი დიდ შეხვედრებზე და დიდ ფორუმებზე არ დადიოდა. ანკორიჯის მერე იყო ჩინეთშიც, ანკორიჯის მერე აქვს აი ეს უფრო გახშირებული საერთაშორისო შეხვედრებით, ანუ ერთადერთი წარმატება მაგხრივ კი ბატონო მიაღწია. ანუ პოლიტიკური წარმატება მაგხრივ. სამხედრო წარმატება, ანუ რაღაცა ისევ ეშმაკის ადვოკატი გამოდიოდა რუსების წარმატებებზე ლაპარაკობ. სამხედრო წარმატების კუთხით კი ბატონო, დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული, თუმცა კიდევ ერთხელ უთანასწორო ბრძოლა არის, უკრაინელები აკეთებენ იმას და ისე, რაც შეუძლიათ და როგორც შეუძლიათ და აი ეს იმას და ისე როგორც შეუძლიათ არის ის, რომ კიევი დგას, უკრაინის სახელმწიფო დგას და კი ბატონო, მე ასე ვთქვათ ვიტყოდი, რომ უკრაინამ ეგ ომი უკვე მოიგო. მიუხედავად იმისა, ომის ბოლოს, როდესაც ხელი მოეწრება შეთანხმებას, რა ტერიტორიული მოცემულობა ექნება უკრაინას. იმიტომ რომ ის რაც გადარჩება, იქნება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო იმ ყველა სიკეთით, რაც დასავლურ ცივილიზაციას შეიძლება ჰქონდეს. გარდა ამისა, კიდევ ერთი რამე რაც უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ უკრაინას ამ ეტაპზე უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. როგორც უყვართ უკრაინელებს თქმა, მეც ამ ფრაზით დავამთავრებ ამ მიმოხილვას, თუ კი რუსეთი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, თუ კი უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა დასრულდება. შესაბამისად, უკრაინას სხვა გზა არ აქვს. და აქვე ახლა მინდა თამარასთან გადავიდე კითხვით, თუ რამის შეჯამება არ გინდოდათ, ამ 90 მილიარდის ამბავში გაგვარკვიე. კითხვა იამ კიევიდან ჩართვაზე, რომ მიაგნეს გზებს, რომ როგორღაც ორბანს გვერდი აუარონ, თუმცა რატომ მოხდა საერთოდ ეს გაუგებრობა? იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ ჩვენ როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ დეკემბერში, უკვე პრაქტიკულად ყველას გვეგონა, რომ გადაწყვეტილი თემა იყო, კენჭი ნაყრელი ქონდა, თითქოს ყველა პროცედურები გავლილი იყო, თუმცა უცბად ორბანმა იპოვა რაღაცა ხრელი, სადაც ისევ დაბლოკა. მაგრამ ჯერ ერთი რომ აგერ გითხრა იამ რაღაცა გზა იპოვეს და ზოგადად რა ხდება ამ თემაზე და შენც უკრაინაზე რისი თქმაც გსურდა გისმენთ.
მოგესალმებით მეგობრებო, მოვიდა ბოლოს და ბოლოს ჩემი დრო. შენი ბოლოს სიტყვაც? ხო, ესე იგი, სანამ თქვენ ძალიან საინტერესოდ საუბრობდით, დღეს კი არის 25 თებერვალი და საინტერესო ინფორმაცია გავავრცელეთ და არა მარტო ევროსკოპმა ყველამ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდაო ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბარი, რომელიც 30 წუთს გაგრძელდაო და ნუ ალბათ საინტერესოა მით უმეტეს ხვალინდელი შეხვედრის წინ რაზე იყო საუბარი და პარალელურად ასევე რომ დიმიტრი პესკოვი ამბობს რომ არ იგეგმება პუტინის და ტრამპის შორის საუბარიო და ესეც ალბათ საინტერესოა. ხვალინდელი მოლაპარაკებების წინ ამბობდა სამხრივი შეხვედრის წინ რომ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპამდე მხოლოდ ზელენსკი ტრამპის საუბარი ყოფილა. რაც შეეხება ჩვენ საყვარელ თემას ორბანთან დაკავშირებით და მუდმივ თავის ტკივილს, ასე ვიცოდით ყველამ, რომ დასრულებული იყო პროცედურულადაც ყველაფერი. ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ არსებობდა ორი გეგმა, გეგმა A და გეგმა B. გეგმა A იყო ყველაზე უფრო მარტივი, რომ ძირითადად ბელგიაში გაყინული აქტივები რუსეთის ჩამოერთმიათ და ის გადაეცათ უკრაინისთვის, რადგანაც ყველა ფიქრობს, რომ რეპარაციები, რა თქმა უნდა, რუსეთმა უნდა გადაუხადოს უკრაინას. და გეგმა B, რომლითაც საბოლოო ჯამში მოუხდა წასვლა ისევ და ისევ ორბანის და ფიცოს გამო ევროკავშირს, რომ სამა ქვეყანამ უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა თქვას, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, ანუ ფინანსურ მონაწილეობას არ მიიღებენ ამ თანხაში, არ შევლენ თავისი ფულით, მაგრამ არც წინააღმდეგობას გაუწევენ, რომ ევროკავშირმა სესხი აიღოს და ეს 90-ზე ცოტა მეტი მილიარდი რამდენიმე წლის განმავლობაში მისცეს უკრაინას. და იდეაში მერე უკვე ეს უნდა გადაიფაროს ამ რეპარაციებით. 2 წლის არის, ხო? 2 წლისგან ხომ არ მეშლება? არა, 4 წლის 29-მდე არის, უბრალოდ იქ ტრანშებად უნდა წავიდეს. ერთი კითხვა, რაზეც იყო მე პირადად გამიჩნდა შეკითხვა და აღმოჩნდა რომ ზუსტად ეს აღმოჩნდა შემდეგ პრობლემა მე ამ გეგმის წასვლა საჭიროებდა ევროკავშირის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას და ევროპარლამენტს უკვე ჰქონდა მიღებული ევროკავშირის ბიუჯეტი 2029 წლამდე. მოკლედ დათანხმდა უნგრეთიც ამ B ვარიანტს და ევროპარლამენტმაც უყარა კენჭი რომ გადაეცათ უკრაინისთვის ნელ-ნელა ტრანშებად 90 მილიარდი ევრო და უცებ აი ამ ბოლო დღეებში ზუსტად 4 წლის თავზე ბრუტალური შეჭრის უნგრეთი ამბობს რომ არა ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც ბლოკავთ. ეხლა მოვიკვლიე ყველას გაინტერესებთ და მეც მაინტერესებდა და ჩვენს მაყურებელს რა ხდება. აღმოჩნდა რომ 3 დოკუმენტი იყო საჭირო იმისთვის რომ ეს პროცედურა დასრულებულიყო და ზუსტად ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, რომ უფლება ჰქონდეს ევროპარლამენტს კიდევ ერთხელ კენჭი უყაროს და შეიტანოს ცვლილებები უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტში, საჭიროებდა საბჭოს თანხმობას კონსენსუსით, სადაც უხეშად ვიტყვი და გაიჭედა პროცესი. იას დავეთანხმები და გუშინ, როდესაც უკრაინაში იყვნენ ევროპელი ლიდერები ჩასული პრესკონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მანამდე ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმაც თქვა, რომ უნგრეთის გვერდის ავლით მაინც გაცემულ პირობას შეასრულებენ ჯერჯერობით, ანუ ზუსტი სქემა არ გამოაშკარავებულა, მე არ ვიცი, იმიტომ რომ შეიძლება კიდევ თავი დაიზღვიონ, თუ ჯერ ამაზე ესე კონკრეტიკაზე არ უნდა საუბარი, ყოველ შემთხვევაში ასეთი ფორმულირება თქვა ანტონიო კოშტამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებებში არის ბერკეტები, რომლებიც საშუალებას მოგცემსო, რომ უნგრეთის გვერდის ავლით
მივაწოდოთ უკრაინას ეს თანხაო და გუშინ კიევში ითქვა რომ ამ ენერგო კრიზისის და პრობლემების დასაძლევად 100 მილიონი ევრო იქნება გადაცემული. ასე რომ მხოლოდ გუშინ იყო ეს ამბავი, გუშინ დაანონსდა და დეტალებს ჩვენც ველოდებით, როგორ მოხდება და რა ხელშეკრულებებზე აპელირებენ და როგორ იქნება უნგრეთის გვერდისავლა, მაგრამ ერთი მინდა გითხრათ, რომ ძალიან გაღიზიანებული იყო ყველა პირველი დიპლომატი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები, რადგანაც სწორედ 23-ში იყო მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში და მომართული იყო ევროკავშირი რომ საერთოდ ხო არ ფიქრობდნენ რომ პრობლემა შეიქნებოდა 90 მილიარდთან დაკავშირებით, მაგრამ პარალელურად სანქციების მე-20 პაკეტიც არის დღის წესრიგში, იცის ყველამ და ამაზეც ელჩების დონეზე უნგრეთი დიდად რაღაც პროტესტს არ გამოხატავდა და სხვათა შორის მინისტრები ძალიან გაღიზიანებული იყვნენ და ვერც კი მალავდნენ რომ უკვე უნგრეთი ყოველგვარ ზღვარს ცდება. რომ მუდმივად, როდესაც თითქმის მივლენ ბოლო წერტილზე და თითქმის ყველაფერი დასრულებულია და შეთანხმებულია და მომრგვალებულია ის კუთხეებიც, უცებ გამოდის უნგრეთი და თავის პრეტენზიებს აყენებს და იქ ლიეტუას პირველმა დიპლომატმა ძალიან მკვეთრად, ძალიან ესე მკაფიოდ და მწარედ თქვა, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაც უნდა ვიმოქმედოთო, ან უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების წესი, კონსენსუსი, რასაც ეხება, ან ბოლოს და ბოლოს ერთხელ უნდა როგორღაც მოვახერხოთ მეშვიდე მუხლის გამოყენებაო, თუმცა მეშვიდე მუხლის გამოყენება თავის მხრივ საჭიროებს, ანუ მისი ამოქმედება თავის მხრივ საჭიროებს კონსენსუსს და აქაც პრობლემა არის. და როდის არის არჩევნები უნგრეთში? აპრილის ბოლოს არის არჩევნები და ალბათ ძალიან უბრალოდ საქმე იმაშია რომ უკრაინას ეს ფული ახლა ჭირდება, ანუ ახლა. კი, ახლა ჭირდება და ალბათ ყოველ შემთხვევაში ერთი გამოსავალი ის არის რომ ეს 100 მილიონი რომელიც ითქვა რომ ძალიან სწრაფად იქნება გამოყოფილი და აი ეს სავარაუდოდ ჩაუსხდნენ კარგად ამ ევროკავშირის ხელშეკრულებებს და რა ვიცი ალბათ როგორც ოლაფ შოლცმა მოთხოვა ზდილობიანად შეახსენა მას რა ქვია ორბანს რომ მას იმ მომენტში სურდა ტუალეტში გასვლა და ამით გვერგო ჩვენ სხვათა შორის კანდიდატის სტატუსი და ეს ძალიან ხშირად უნდა შევახსენოთ იმ ადამიანებს, ვინც ამბობს რომ თურმე ორბანი ძალიან ზრუნავს საქართველოზე და ხარს უჭერს და ყველაფერს აკეთებს ჩვენი ევროინტეგრაციისთვის, რომ არ გასულიყო ის ტუალეტში, დღეს ჩვენ კანდიდატის სტატუსიც არ გვექნებოდა. ნუ ახლა ორბანი ცდილობდა რომ გარყვნილ ევროპისგან დაეცვა ქართველობა, რა გჭირს თან. და ასე ნელ-ნელა გადმოვიდეთ ქართულ ამბებზე, მით უფრო რომ ან სანქციების არის. მით უფრო რომ ქართულ ამბებზე გადმოსვლა ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან, უკრაინასთან პირველ რიგში, იმიტომ რომ ქართული ამბები პირველივე დღიდან 90-იანი წლებიდან არის გადაჯაჭვული უკრაინასთან. 21 წლიდან ვიტყოდი და თოკი 4 წლის თავი არის ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში დღეს უკვე უშუალოდ არის 105 გამოდის ხო, რაც აი ეს დამპალი რუსული იმპერია ეს შეგვეჩი ხა კი მანამდე. მათ შორის მოღალატე ქართველების წინ ავანგარდში. ნამდვილად და აქ თავარი საკითხი არის ის, რომ კარგად გავაცნობიეროთ, რომ აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან ბმაშია, განსაკუთრებით 21 საუკუნეში, სადაც საზღვრები გაგება აი ეს გეოპოლიტიკა ძალიან არის ერთმანეთთან დაკავშირებული, არ არსებობს ცალკე აღებული, ანუ რასაც ჩვენ გვტენიან, აი ესე უხეშად რო ვთქვა, აი ეს სუვერენული დემოკრატია, მას სუვერენიტეტთან არაფერი საერთო არ აქვს, აბსოლუტურად რუსული წარმონაქმნია იმისთვის, რომ სრულ იზოლაციას მიაღწიო გარე სამყაროსგან. გარე სამყაროსგან იზოლაცია, სხვათა შორის მე მხვდება ხოლმე ესეთი იდეებიც, რომ მაშინ ბრიტანეთმა და გერმანიამ და ბრიტანეთმა გვიღალატესო და მაგიტო შეძლეს რუსებმა შემოსვლა და ასე შემდეგ. ზუსტად იმიტომ, რომ აი მსგავსი ფაქტორები არ აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია ინტეგრაცია და არა იზოლაცია. შესაბამისად, რომ არ მოხდეს იზოლაცია, ამისთვის არის აუცილებელი კარგი ურთიერთობები ევროკავშირთან. რომ მქონდეს კარგი ურთიერთობები ევროკავშირთან, არ უნდა ვლანძღოთ ევროკავშირი. და
არავინ გთხოვს ჩვენ საკუთარი ინტერესების უკან წაგებას. პირიქით, ჩვენი ინტერესი არის მაქსიმალურად ინტეგრაცია ამ ამბავში. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის დეზინფორმაცია, ეს არის ტყუილი ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის საქართველოში ეგრეთ წოდებული ექსპერტებისა თუ ეგრეთ წოდებული, არ ვიცი, ვითომ დარგის სპეციალისტებისა, მათ შორის პირველი რესპუბლიკის პერიოდზე, მათ შორის იმ პირებზე, რომლებიც იდგნენ მართლა წინა ხაზზე, მათ შორის იმ გმირებზე, იუნკერებზე თუ სხვა ფეხბურთელებზე თუ ასე შემდეგ, ხო, რომლებიც იმ სანგრებში ტაბახმელაში იდგნენ და არა მხოლოდ ტაბახმელაში, არამედ სართიჭალის მიმართულებითაც და სხვა მიმართულებითაც და აი ამ დეზინფორმაცია, აი ამ ტყუილის გავრცელება საკუთარ მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვა, აბსოლუტურად ყველანაირი იმედის გადაწურვა ამ სიტყვას სხვადასხვა კომბინაციაში აუცილებლად ვახსენებთ სხვადასხვა ბრუნვაში და ეს ყველაფერი ცხადია უკავშირდება ჩვენს მოკავშირეებს. იმიტომ რომ აი ამ დეზინფორმაციის გავრცელება გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ვისკენაც ჩვენ გვაქვს გეზი აღებული ჩვენი შეგნებული ცხოვრების თუ დამოუკიდებლობის აღიარების პირველივე დღიდან სანქციები დააწესა არც თუ ისე მარტივი სანქციები და ეს სანქციები გასცდა ფიზიკურ პირებს, ხო? თუ კი აქამდე ფიზიკურ პირებზე იყო საუბარი, ახლა უკვე სხვა დონეზე ავიდა ეს ყველაფერი და რატო ისევ და ისევ იმიტომ რომ ტყუილების გავრცელება და ყველაზე მძიმე რაც არის აქ მოსასმენი ამის და წასაკითხი ეს არის ტყუილების გავრცელება და მხარდაჭერა მოწინააღმდეგე ქვეყნისა უკრაინის წინააღმდეგ, ხო? ანუ უკრაინის, რომელიც ასევე შენი მოკავშირე იყო და მოწინააღმდეგე ქვეყანა, ანუ რუსეთის ფედერაცია, რომელსაც დაპყრობილი აქვს შენი ქვეყნის ტერიტორიები, რომლებიც 105 წლის წინათ შემოვარდნენ, რომლებიც 1800 წლიდან მოკლედ აქ კლავენ და სხვადასხვა რაღაცა საშინელებებს აკეთებენ და ემსახურები დეზინფორმაციით და ტყუილის გავრცელებით, ანუ ომის ინსტრუმენტს იყენებ უკრაინის წინააღმდეგ და შენ კონსტიტუციას უბრალოდ ხევ ყველას თვალწინ და ყველას თავზე, ხო? კონსტიტუციას, რომლის 78 მუხლში პირდაპირ არის გაცხადებული შენი სტრატეგიული მიზანი, რომ მოიღებენ ახლა მაგ 78. ნუ, სანამ ამოიღებენ, ან ვინმე ამოიღებს. ეგრე მოაგვარებენ პრობლემას. ჩვენ გვაქვს საქართველოს კონსტიტუცია, უპირველესი კანონი, სადაც პირდაპირ არის შავი თეთრზე დაწერილი, საით მივდივართ, რატომ მივდივართ და როგორი არის ეს არჩევანი. ხართ მზად რომ ესეთი გულწრფელი და ჩვენ რო ვიცით ხოლმე ჩართული დისკუსია მოვაწყოთ იმედის და პოზიტივის დასანქცირების ამბავზე. მე ვიტყოდი რომ ვემიჯნები სანქციებს ორივე მხრიდან. როგორც ისინი ემიჯნებოდნენ ძალადობას ორივე მხრიდან. ძალადობას ორივე მხრიდან. ასე ვემიჯნები სანქციებს. მე არ ვემიჯნებ. თამარა, აი მე ვიდრე ჩემსას ვიტყვი, მინდა კითხო, ანუ ტექნიკურ მხარეზე წავიდეთ პირველ რიგში. ბრიტანეთის სანქციები გასაგებია, ვინც არის ის პირველ რიგში ვეტყვი იმას, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსურ ტრანზაქციებთან, საბანკო მომსახურებასთან და ამიტომ არის განსაკუთრებით მტკივნეული, იმიტომ რომ საქართველოში ვინც ოპერირებენ ბანკები ძირითადად ისინი წარმოდგენილი არიან ბრიტანულ ბირჟებზე, ხო? ლონდონის ბირჟაზე და უბრალოდ ვალდებულებები აქვთ მათ, ეს არის მთავარი საკვანძო თემა და ყველაზე მტკივნეული ამბავი აქ. თუმცა, ნუ მიდის ახლა მსჯელობა, მოყვება თუ არა ამას სხვა სანქციები, იგივე ევროკავშირის მხრიდან. ამაზე თუ შეგიძლია ვთქვათ, რამე სიახლე გაგვიზიარო და შენი შეფასება გითხრა შემდეგ და ნუ გავშალოთ. ზოგადად უმეტეს შემთხვევებში ძალიან კოორდინირებულად მოქმედებენ პარტნიორები. ასე იყო ყოველთვის რუსეთის სანქციებთან მიმართებითაც,
დიდი შვიდეულის ქვეყნები მათ შორის ერთიანად არიან და ახლაც თუნდაც ბოლო მე-20 პაკეტზე როცა იყო საუბარი ევროკავშირი სწორედ ამას ამბობდა რომ ეს სანქციების პაკეტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ძირითადი დარტყმა ექნება ჩრდილოვან ფლოტს და ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ გამოვთქვამთ სურვილს და იმედი გვაქვს რომ ანუ ეს იქნება სინქრონიზირებული დიდი შვიდეულის ქვეყნებშიც. ასე რომ ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევს ევროკავშირი განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის სანქციებს და წინსწრებათაც ვთქვათ რომ თქვა თუნდაც ამ მედიების დასანქცირებაზე უფრო ადრე ევროპარლამენტი საუბრობდა და რეზოლუციაშიც კი არის ჩაწერილი. და არა მხოლოდ იმედზე და პოსტივიზეა, რუსთავი 2-ც არის, არ მგონია რომ ცდებოდე, რუსთავი 2-ც არის ჩაწერილი ამ რეზოლუციაში. მაგრამ კიდევ ერთხელ პრობლემა კვლავ არის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. რადგანაც ევროკავშირი არის დემოკრატიული ორგანიზაცია და თავიდანვე დამფუძნებელა ესეთ დოკუმენტებში, სწორედ იმ ხელშეკრულებებში ნათქვამი არის, რომ კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება, რაც ეხება ასევე მიზნობრივ და ასეთ მძიმე სანქციებს. პირველივე დღიდან, მას შემდეგ, რაც არჩევნები ფაქტიურად მიიტაცა ქართულმა ოცნებამ, შემდეგ უკვე კობახიძემ კურსის სრულილებაზე გამოაცხადა და მერე ვნახეთ, როგორ მოეპყრო ოცნება თავის მოქალაქეებს და ახლა საერთოდ აღმოჩნდა რომ სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერებითაც კი დაწამლა მოქალაქეები პირდაპირ კაია კალასი შევიდა საბჭოში ინიციატივით თარგეტირებული სანქციები სადაც იყო 15 ადამიანი და რომელიც დაბლოკა ვიქტორ ორბანმა და ვიქტორ ორბანი უნგრეთის ამ ეხლა ხელისუფალი ბლოკავს ყველა ამგვარ სანქციას. უფრო მეტი არგუმენტი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ბრიტანეთის ეს სანქციები, უფრო მყარი საფუძველი იქნება, რომ უფრო ხმამაღლა ილაპარაკონ და დახურულ კარს მიღმა, თუნდაც უნგრეთთან თქვან, რომ აი ფაქტები სახეზეა, მაგრამ წამოვა თუ არა ამაზე უნგრეთი არავინ ვიცის და ისე მივდივართ იქამდე რომ ნახოთ რა მოხდება აპრილის ბოლოს უნგრეთში. ხო, აპრილის ბოლოზე ერთი პატარა რეპლიკა მინდა რომ ბოლოს წავიგე ნიუსი რომ 20%-ით გადაასწრო ორბანის პარტიას მისმა მთავარმა კონკურენტმა წინასწარ იმაში გამოკითხებში. ეროვნულ დონეზე რამდენად არის მოსალოდნელი რომ სანქციები იყოს, ამას კითხავ მხოლოდ მოკლედ. ხო, ეროვნულ დონეზეც ეს იქნება ერთგვარი ტრიგერი თუ რაღაცნაირი არგუმენტიც, რა თქმა უნდა, ბრიტანი და მით უმეტესად მართლა გიომ თქვა, ეს ხომ არ არის რაღაც სანქციასაც ხო გააჩნია 4 წლის თავზე რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში დიდმა ბრიტანეთმა სანქციების დიდი პაკეტი მიიღო და იქ რუსულ არხებთან ერთად არის და კამაზე არ გამომიტოვა. კამა ხო. და ჩვენ კიდე ხალხო არ ვიცით ზუსტად მე-20 პაკეტში რა არის ჩაწერილი. ზუსტად ხომ არ ვიცით, ასე ვიცით რომ ყულევზეა საუბარი. რა ვიცით სხვა კიდე რა არის, ჯერ არ მიუღიათ. ერთ საინტერესო გარემოება, ბოდიში თამარ გაგაწყვეტინე მე მგონი. არა. ერთ საინტერესო გარემოება ის არის რომ ამ სანქციებს ახსნეს რომ მოყვება განმარტებითი პაკეტი. არ არის ეს ის რასაც აჯაზებენ ახლა მთელი კამპანია წამოიწყეს იმისთვის რომ როგორღაც წარმოაჩინონ ჯერ პირველი манипуляция ზოგადად ბევრ ასეთ თემაზე არის ის რომ პოლიტიკოსები ამ შემთხვევაში ეს ქართული ოცნების მოგონილი არ არის ეს ტექნიკა არის ესეთი რომ როდესაც ცდილობენ მიებან სხვის ინტერესს ამ შემთხვევაში ძირითადად ქართული ოცნება ასე პოზიციონირებს რომ ნებისმიერი მათ წინააღმდეგ ან მათ არხებზე თუ ასე შემდეგ მიმართული ამბავი არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ანუ ესეც ცდილობენ ამის წარმოჩენას ეს არის პირველი მოტყუების მცდელობა არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ქართველი
მთელი ხალხის და ქართული მედიის წინააღმდეგ მიტანილი რაიმე გადაწყვეტილება, ეს ერთი. და მეორე რასაც ამბობენ არის ის, რომ თითქოს აბა დაგვიდეთ, ხო, ის ცნობილი წერილიც რაც გავრცელდა please send რაღაცა რო დაწერეს ეგეთი არ ვიცი სიტყვების წყობა რა იყო იქა. ხო, ნუ ამას კაი თავი დავანებოთ. ამბავი რა იყო, რომ პასუხი მოითხოვეს თითქოს რომ დაგვიდეთ, აბა სად ვაწარმოებთ რაღაც რუსულ პროპაგანდას და რატომ ვაზიანებთ უკრაინის ინტერესსო. ის ხალხი ამბობს, რომ არსებობს გარკვეული არგუმენტები და არსებობს მტკიცებულებების პაკეტი დოკუმენტირებული, რაც საფუძვლად უდევს მსგავს გადაწყვეტილებებს და მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღება ისე როგორც ამას გვთავაზობენ, თითქოს პირობითად რა ვიცი, ვისახსენებენ ხოლმე ლომჯარიამ დაურეკა, ეკა გიგაურმა გადმოურეკა და რაღაც წერილი მიწერა ვიღაცას და ახლა კირ სტარმერმა გადაწყვიტა, რომ მოდი ახლა იმედი და პოსტივი დავასანქციროთ. ესე არ ხდება, ყველაფერს აქვს თავის დასაბუთებული ნაწილი. ხომ ეთანხმებით ამაში? მე მგონი ბექა ბოდიში გაწყვეტინებ. მე მგონი ის დასაბუთებული ანგარიშიც არ იყო საჭირო. რა ვიცი, ერთი დღე რო ჩაუჯდეს ვიღაცა და უყუროს ამ ტელეარხების გადაცემებს პრორუსული ნარატივის გარდა, მე მგონი არანაირი ნარატივი არ არის, არ ვიცი. ხო, შესაძლოა მაყურებლების გარკვეულ შესაძლოა დიდ ნაწილს არ აქვს ეს შეიარაღებული თვალი, რასაც ჩვენ ვეძახით манипуляციის ამოცნობას, რასაც ჩვენ ვეძახით პროპაგანდის ტექნიკას და მთელ ამ ინსტრუმენტებს, რასაც ისინი იყენებენ, ხო? და ამიტომაც შეიძლება ამას ისე აკეთებდნენ, რომ თითქოს ვერ შეამჩნიოთ დროში გაწელილი პროცესია თან და თან არის რაღაცნაირად ქვეტექსტებით გაჯერებული ეს პროპაგანდა, ხო? მაგრამ მე არაერთი პოსტი შემომხვდა, რაღაცა ესეთი პოზიცია აქვს ახლა მათ შორის იმედის ჟურნალისტებს და საერთოდ არ ვაპირებ, რომ რაღაცა ჩემი პოზიციის გამოხატვას მოვერიდო ამ ნაწილში, რომ თითქოს აი მაგალითად 2022 წელს ისინი მუშაობდნენ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და იქ იღებდნენ რეპორტაჟებს. ეგ პოსტი დავახახავე და ეხა ველოდები როდის გამქარდა. ხალხო, რა ვიცი ხა, აი ვინც ამ აგიდას თან შედვართ და აგერ თამარი გვერდება, ხო? თვეები გვაქვს გატარებული უკრაინაში და რა ვიცი, რეპორტაჟებიც გვაქვს გაკეთებული, სიცოცხლეც გაგვირისკავს და აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს ჩადებული ჩვენ საქმეში, რომ ეფექტურად გაგვეკეთებინა და შეგნებულად გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ ამას თვლით ჩვენ პროფესიად, მაგრამ დღეს მე აი აქ ამ პატარა სტუდიაში ვარ რატისთან ერთად, გიორგისთან ერთად და რა ვიცი, კოლზე ყავს თამარ მუცუბიძე, რომელსაც არც ერთს დღეს არ გვაქვს სამსახური, ანუ უმუშევარი ჟურნალისტები ვართ და რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, არ გაინტერესებთ? ჩვენ ყველანი ვიყავით ამ არხებზე, სწორედ ტოპ ჟურნალისტები, ანუ აბსოლუტურად ესე იყო, სენიორ ჟურნალისტები, ასე მოიხსენიებოდით, ხო? და ვაშუქებდით ძალიან ბევრ ამბავს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს და პირველი თვე თავიდან ბოლომდე გატარებული მაქვს უკრაინაში და იქიდან დღეში 3 ჩართვა მქონდა და 2 რეპორტაჟი, მაგრამ როდესაც დადგა ის წითელი ხაზი, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტური წითელი ხაზი და ჩვენთვის, ნუ მე და თამარას გულისხმობ ამ შემთხვევაში, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და წამოვედით იმ რუსთავი 2-დან, ხო? ნუ რატი და გიორგი სხვა მედიებში მუშაობდნენ, სხვა მიზეზების გამო მოუწიათ. ეგ სხვა მიზეზების ქართულ მოვოცნებამ შექმნა ფინანსური მოგუდვა და ანუ ის ჩემთვის რომ მე 2022 წელს ვიყავი უკრაინაში და ვაშუქებდი ამბავს არ არის არგუმენტი. ანუ ამბავს რო აშუქებ მე რა, ანუ როგორ აშუქებ, ეგ არის ამ. ერთია როგორ აშუქებ და თუნდაც იმ მომენტში შენ ობიექტურად აშუქებდე, მაგის შემდეგ რომ 3 წელი გავიდა და შენმა არხმა უბედურებები ჩაიდინა 1500, შენ უკვე აღარ აქვს იმის მორალური უფლება რომ ილაპარაკო, რომ აი ეხა მე მაშინ კარგი ბიჭი ვიყავი. ეს საყოველთაოდ კი არ გაყვება და საშვილიშვილოდ რომ მაშინ სწორ რაღაცას აკეთებდი, სწორ პროდუქტს. ეს ხო ძალიან მარტივია. ეხა ერთი წამი შეგაწყვეტინებ, აქ იცი რა არის კიდე მნიშვნელოვანი, რომ ხო ნათლად გამოჩნდა, რომ ამ არხებმა თუნდაც უკრაინის ომის მიმართ კარდინალურად შეცვალეს თავიანთი პოლიტიკა და გაშუქების პოლიტიკა, ხო? თუ თავიდან რაღაცნაირად ზუსტად შენს რუსთავი 2-დან მე ყოველდღე ვერთვებოდი და გადაცემაც გააკეთა რუსთავი 2-მა საღამოს გადიოდა სპეციალურად უკრაინასთან მიძღვნილი, მაგრამ მე ხო ჩვენ დავინახეთ, რომ მე ვიყავ მაგის სამყარო და მე
ხარჯქარა აბსოლუტურად სხვაგან აბსოლუტურად შეიცვალა, ხო? და პირიქით საწინააღმდეგოს კეთება დაიწყეს და ხო, რა ვიცი, 10 წლის წინ რო სადღაც იყავი და რა ერთი გადაღება და სულ სხვა რა ვიცი, მასე 10 წლის წინ საქართველოს ევროკავშირში მოდიოდა და ქართული ოცნებაც იძახდა და ამბობდა, რომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას. მაშინ მადლა ეხლა ანუ ქართული ოცნება ეხლაც კარგად მოქმედებს. 28 ნოემბრამდე გაცხადებული იყო ეგ ყველაფერი. ხო, ნუ ერთ სიტყვით ეგ ვერ გამოდგება არგუმენტად, უბრალოდ მე ამ პროცესში რასაც ისევ ვხედავ, ეს არ არის ახალი. მათ შორის ერთი წლის წინაც, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე და გავხდი უმუშევარი ჟურნალისტი, მაშინაც ეგ ვთქვი ერთ-ერთ ეთერში, რომ მე ჩემი გადაწყვეტილება მაქვს, ჩვენი გადაწყვეტილება გვაქვს, მაგრამ იმ ხალხსაც თავის გადაწყვეტილება აქვს, ვინც მუშაობს იმედზე და პოზიტივიზმზე. ჩვენ არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვაბულინგებთ. მათ აქვთ თავისი არჩევანი, მაგრამ ამას მოყვება შედეგები. ერთ-ერთი შედეგი, რასაც მე ვხედავ დღეს, არის ის, რომ ისევ ამ ხალხზე ხდება ხელის შეწმენდა და ნებით თუ ირაკლი რუხაძე სად არის გამახსენე? ხო, აი ამას აქ მივდივარ ზუსტად. ნებით თუ უნებლიეთ ეს ადამიანები, მათი ძველი გაკეთებული კარგი საქმეებით მათ შორის იმ სახელი და გვარით და იმ რეპუტაციით, რომლითაც იმ წერტილამდე მივიდნენ, სადაც მივიდნენ, არიან მე თუ მკითხავთ ჩვეულებრივად გამოყენებული გარკვეული პოლიტიკური წრეების მხრიდან და ეს გარკვეული პოლიტიკური და ბიზნეს წრეებიც ყოველთვის პოულობენ გამოსავალს და ყოველთვის ჭადრაკის არ იყოს პაიკები იწირებიან ხოლმე და ისინი ამ შემთხვევაში ისევ აყენებენ თავის ჯერ ერთი რომ თავისი სახელი და გვარი ჩანს თავისი სახეა და შემდეგ უკვე როცა პრობლემები იქნება ისინი არიან ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ. ეს აი თუ სოლიდარობაზე ვლაპარაკობთ, რეალურად სოლიდარობაზე. აი ჩემი მხრიდან განცდის ნაწილში ეგ არის სოლიდარობა, რომ რაღაც გაგებით მეწოდება ეს ხალხი, რომელმაც ჩემი აზრით ცხოვრებაში ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ნაწილმა იმ შესაძლოა განზრახვით, რომ აი დრო გავა და მე რეაბილიტირდები, ასე მარტივი არ არის დამერწმუნეთ დღეს ყოველ შემთხვევაში ასე მგონია მე შესაძლოა წარსულში არსებობს ეგეთი პრეცედენტები რომ ვიღაცები რეაბილიტირდნენ მაგრამ ძალიან მძიმე თამაში არის ეს ხალხი შესული და მე მგონია რომ თანდათან უფრო და უფრო მძიმე შედეგებს მიიღებს სხვათა შორის რაღაც რეაბილიტაციის მცდელობებსაც ვხედავ რა ვიცი თუ რამეს გახსენებთ ეს ამბავი შეგიძლიათ ახსენოთ და სხვათა შორის ბექა აი მქონდა და გიო და რატიც დამეთანხმებიან და ნამდვილად ჩვენს გარშემოც ქონია წლების წინ და გვინახავს ეს რეაბილიტაციის შემთხვევები, მაგრამ განსხვავება ჩემი აზრით იცი რა არის? შიდა პოლიტიკური ვითარება და ეს პარტია, ის პარტია სულ სხვა არის. და როდესაც შენ არ ვიცი ტვინით, უტვინოთ, გააზრებულად, გაუაზრებლად ანგარებით თუ არ ვიცი ეკრანზე გამოჩენის მიზნით თუ სახელის მოხვეჭის არ ვიცი და არც მაინტერესებს რა არგუმენტით მაგრამ როდესაც შენ მტრის შენი ერთადერთი მტრის წისქვილზე ყველაზე რბილად რომ თქვა წისქვილზე ასხამ წყალს აი აქედან რეაბილიტაცია მე მგონი რომ ვერ ჩემთვის წარმოუდგენელია. ზუსტად მაგიტომ ხდება ისტორიის გადაწერა და ზუსტად მაგიტომ ხდება მტრის ცნების გაბუნდოვნება. მე მგონი ეს იყო დღეს ჩემი ბოლო სიტყვა, თუ რამე სათქმელი არ გაქვთ ნელ ბოლოში გავიდეთ. დიდი მადლობა ვინც ამ დრომდე ჩვენთან ერთად იყავით. ვფიქრობ განსაკუთრებით საგულისხმო იყო ჩართვა კიევიდან, მით უმეტეს რამდენიმე სიახლეც გავიგეთ. მედია თქვენს მოგეწონათ ჩვენი განხილვა. მე კიდევ ერთხელ ერთგულად მოგიწოდებთ და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, იაქტიუროთ კომენტარებში, ვიდეო გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა, დროებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია საინტერესო იყო, თუ ასეა გამოიწერეთ არხი, შემოვერთდით ჩვენს განსაკუთრებულ აუდიტორიას, ასე ვწერ ხოლმე არხის აღწერაშიც, იმიტომ რომ მგონია რომ მართლა განსაკუთრებული აუდიტორია იყოს და იმედი მაქვს რომ გავიზრდებით, ბევრი გავხდებით. ძალიან დიდი მადლობა. მეც უნდა ჩემი ბოლო სიტყვა ვთქვა და ახლობით 60 წამში ჩავეტევე მაქსიმუმ, კი მეც ვიყავი სხვათა შორის მუშაობდი იმედზე და ომის პირველ დღეებში გახდით იქ.
უკრაინაში და ახლა ვართ ამ პროფესიის შენარჩუნების მიზნით ესეთ აუდიტორიაში, მაგრამ მუშაობთ ისევ თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენი ნდობა ჩვენთვის აბსოლუტურად ყველაფერია და ძალიან მაღალი ფასი აქვს თქვენ ნდობას, რასაც ჩვენ ვიხდით, ხო? აბსოლუტურად. ასე რომ, მადლობა, იყავით ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, გიამბობთ ყველაფერს იმას და აბსოლუტურად სიმართლეს. არ მოგატყუებთ. ნახვამდის.